დავიწყოთ გამოჩენას. მოგესალმებით ყველას. დღეს ცოტა უშუალოდება. ხო? რატომ ხომ ვერ მეტყვით? მათემატიკა ყოველდღე გვაქვს უშუალოდ. ღია გაკვეთილი. კიდევ სტუმრები ყავს, ხო? დედიკოები ყავს. გიხარია? მეც ძალიან მიხარია. დედიები ყავს. ოჩა, ლუკას არ გამოჩა. ძალიან ყურადღებიანი გავშვია. ახალგაზრდა არის ამები და დაბრძანებით ძალიან. ხო? ხია ვიჩენო, აბა მოისმინეთ სულ გიო. მოდით ახლა შევახსენებთ, რა გაკვეთილი გვაქვს ახლა? მათემატიკის გაკვეთილი. მათემატიკის გაკვეთილი. საერთოდ მათემატიკა რაში გვჭირდება, ბიჭა? რა ვისწავლოთ? კიდევ მიღწევა და გამოვლება, წერაო, კიდევ გეომეტრიული ფიგურები. რა გიხართ ესე? აბა მეგობათა ნაკლებობა, ტალობა ვისწავლოთ, კიდევ ფიგურები, გეომეტრიული ფიგურები ვისწავლოთ. ბატონო, წერა ვისწავლოთ, ციფრების წერა, ხო ალბათ, ხო? ბავშვებო, ჩვენ კლასში, როგორც ალბანი ჯადოსნური სამყარო შევქმენი, ასევე შევქმნით ეს მოგზაურობა ციფრულ სამყაროში. ნახეთ რა ალამაზი ციფრები გაქვს, ნახეთ რა ალამაზი გეომეტრიული ფიგურები. გეომეტრიული ფიგურები ვისწავლეთ თქვენთვის. თუნდაც გეომეტრიული ფიგურები ცოდნა რაში გჭირდება? აბა მარი. გეომეტრიული ფიგურებისგან რაღაცები გავაკეთოთ. რაღაცები გავაკეთოთ. საერთოდ კიდევ ეს გჭირდება გეომეტრიული ფიგურები. აბა კიდევ სკოლა. ნახეთ თქვენ საშინაო დავალება თქვენდა ამორი წინ დია ჩემი საოცნებო სკოლა, ან ჩემი სკოლა, ჩემი საოცნებო სახლი და ჩემი სახლი. და დავალება იყო ესეთი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით უნდა ფიკო მასწავლებლის დახმარებით ხელოვნების გაკვეთილზე უნდა გაგეკეთებინეთ თქვენი საოცნებო სკოლა ან სახლი. ან თქვენი თუ მოგწონთ თქვენი სკოლა და თქვენი სახლი, თქვენი სახლის და სკოლის საკუთარ აპლიკაცია უნდა შეგესრულოთ. ნახეთ თქვენი სურათები მე გამოვფინეთ აქ ჩვენ გამოვფინეთ, იმიტომ რომ მშობლებმაც ნახოთ და თქვენც ნახოთ ერთმანეთის ნამუშევრები და შევაფიქროთ. მოდი ახლა მითხარით თქვენ, აი ეს ვისი ნახატი არის? მარიამ წითელაშვილის. მარიამ, რა გეომეტრიული ფიგურები გამოიყენე აი ამ შენი სახლის შესაქმნელად? კი ბატონო. კი ბატონო. სამკუთხედი. კალი, აბა მოდით ახლა აი ეს ვისი ნახატია? ეს შეიძლება თქვენ რა რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეთ? კი ბატონო. წრე გამოიყენეთ. ჩვენ თქვით რომ ცნობ გეომეტრიულ ფიგურებსო, ხო? მაშინ ახლა შენ მითხარით ეს რა გეომეტრიული ფიგურაა? რატოა სამკუთხედი და აბა გვერდები მაჩვენე სამკუთხედის არა, კამათ მაჩვენე თიგზე ერთი აბა კუთხეებს ვინ მაჩვენებს? აბა კუთხეები მაჩვენე დიახ, სამი. მე ბატონო, ამაზე თქვით ყველაფერი. მოდით ახლა ჩვენ მითხარით, ეს რა გეომეტრიული ფიგურაა? წრეს რისთვის ვიყენებთ ხოლმე, რო ხატავთ ხოლმე? ურთებს ხატავთ ხოლმე. თვარეს, ეს ნახეთ, მაშინ ზეს თუ ესე გავჭრით, ხო, ნახევარფო თვარე. ეს რა ფიგურაა? კვადრატი როგორი ფიგურაა? როგორი ფიგურაა კვადრატი? როგორი ოთხკუთხედია? ოთხივე გვერდით ორი აქვს. რამდენი სფერო აქვს სფეროები? დათვალე. რამდენი გვერდი აქვს?
ერთი. რამდენი კუთხე აქვს? 4 კუთხე მაჩვენე, კუთხეები მაჩვენე. 1 2 კაი ბავშვები ხართ. მოდით ახლა ერთ გეომეტრიულ ფიგურასაც გაჩვენებ და მაინტერესებს ერთი ეს რა ფიგურაა? მოდით ახლა მიმეთხეს აი ამ ფიგურასა და ამ ფიგურას შორის რა განსხვავებაა? განსხვავება ვიკითხე, კითხვას დავუდგე. მოვიგე სხვანაირია, რა თქმა უნდა, სხვანაირად არის. იმიტომ რომ მართკუთხედი გრძელია, კვადრატი კიდევ 4 გვერდი ორი, ამის გვერდებზე რას მეტყვით? 4 გვერდებზე რას მეტყვით? აბა ზედა და ქვედა გვერდი ტოლია და გვერდებიც ტოლია. ანუ ორი მოტივი გვერდი აქვს ტოლი. კარგი ბავშვები ხართ. მოდით ახლა თქვენ რომ ციფრები ვიცითო, ხო? მოდით ახლა ჩვენ მშობლებმა გაგიგზავნეს ძალიან ლამაზი თვალსაჩინოება და მე ვიტყვი ციფრს და თქვენ უნდა მითხრათ ის ციფრი რა ფერი ბუშტია. და ახლა მივხვდებით მართლა ცნობ თუ ვერა ცნობ. ხუთიანი რა ფერია? ერთიანი, ლურჯი, ოთხიანი, ცხრიანი, რვიანი, ნულიანი, ცოდნია ციფრების ცნობა, რას ვერ ჩიტანო? მაშინ თუ ჩვენ ვიცით ციფრების ცნობა, ამოიღეთ მარავები მჭირდება. ეხლა ყურადღებით მომისმენთ. ნია. ყურადღებით მომისმენთ. ამის წესი რა არის? მაგალითს თქვენ გიკვდობ დათაზე გამზადებულს. მე არ გითხოვებ, მაგრამ პასუხი არავინ არ უნდა წამოიძახოს და პასუხი მარაონში უნდა მოძებნოთ და უნდა მაჩვენოთ. შევთანხმდით? ვინც წამოიძახებს პასუხს ის თავს დადებს მერხზე და თამაშს აღარ გააგრძელებს. თანახმავა აქვს? კარგი. აბა დავიწყოთ, წავიკითხოთ. ტოლია მაჩვენე. ყოჩა. ამიდა მასწავლებელი, მე ყველას ასვენებ. გიორგი, ყურადღებით. ყურადღებით. მშობლებო ძალიან გთხოვთ, ნუ ჩაერევით. ყურადღებით. 4-ს რომ 2 მიუმატოთ, რისი ტოლია? 4-ის. ყველას 4 გქონდათ აწეული. მეჭვება. აბა ყურადღებით, გავაგრძელოთ. 4-ს გამოვაკოთ 1. პასუხი მაჩვენეთ, რისი ტოლია? გიოშე, დახვდებ ახლა თავს და აღარ გააგრძელებ. ყოჩა. კარგი ბავშვებია. გიო რა ხარ დღეს? საზეიმო გაკვეთილება დღეს აწიეთ თავი და გააგრძელეთ. სხვა დროს აღარ გავაგრძელებ. თუ დავიძახებთ, ხო იცით, ამიტომ უნდა ვიყოთ ჩუმად, რომ ყველა თამაში ვითამაშოთ. გავაგრძელოთ. 3-ს ვიმატოთ 3. მე და რისი ტოლია? ყოჩა. თქვი არ დავიძახოთ მე. თქვი რატომ ვერ იმახსოვრეთ, რომ არ დავიძახოთ? ყოჩა, უმეტესობა მიერა, თელმასაც რექციანი ტურად კარგი. ვისი ტოლი ყოფილა? 1. აბა ახლა მიქალის. აბა არ დაიყურო. ყოჩა ხარი პირველი მაჩვენა. რისი ტოლია? 7 რომ 2 გამოვაკლოთ. ყოჩა. ელენე ხარადო. გიო, მომეწონა. ყოჩა. არა, ყურადღები. ყოჩა. რისი ტოლი ყოფილა 7 რომ 2 გამოვაკლოთ? აბა ეს მაგალითი წამიკითხეთ. ყოჩა. 9-ს რომ 1 გამოვაკლოთ, მარი.
კარგი ბავშვები ხართ. ჩვენ ასევე ვისწავლეთ რიცხვების შედგენილობა, ხო? მოდით მაშინ ჯერ ზუსტად მითხარით რიცხვების შედგენილობა შეგეკითხებით. შემდეგ მე თქვენ მოგიმზადეთ სლაიდი. მე ვნახოთ იმ სლაიდზე. გადავამოწმოთ ჩვენი თავი. ნამდვილად სწორად ვისწავლეთ თორე და სწორად ვამოწმოთ თუ არა. თანახმა ხარ? რაში დავიხო? ორი რისგან შედგება? მოდით ესე ვთქვათ, შევეკითხოთ. ორი რისგან შედგება? ერთიანის ეს სწრაფად და სამი რისგან შედგება? გამიხარით. მოდით ახლა 7-იანი მითხარით რისგან შედგება? აბა სიწყნარე იყოს. სიწყნარე იყოს დამცანდილება. დამცანდი და სიწყნარე იყოს მეტი. უსმეთ მარინას. კი ბატონო, კიდევ რისგან შედგება? 6-იანისაგან და 1-იანისაგან. კიდევ? 4-იანისაგან და 3-იანისაგან. კიდევ? 5-იანი. კარგი. მოდით ახლა თქვენ მითხარით 9-იანი რისგან შედგება? აბა 7-იანისაგან და 4-იანისაგან. 5-იანისაგან და 4-იანისაგან და 4-იანისაგან. კიდევ? 1-იანისაგან და 2-იანისაგან. კიდევ? 4-იანისაგან და 5-იანისაგან. 7-იანისაგან და 2-იანისაგან. ხოჭა. აბა ახლა მოდით თქვენ მე რაც მოგიმზადეთ. ჩამოდივიდე რიცხვზე გადავამოწმოთ. აბა ყურადღებით იქნეს. რიცხვების შედგენილობა. იცოდთ რიცხვების ჯადოსნო სამყაროში. 2-იან რისგან შედგება? 1-იანისაგან და 1-იანისაგან. 4-იანი? 1-იანისაგან და 3-იანისაგან. ეხლა ყურადღებით იყავით და მითხარით გვიანი. აბა პირველი შედგება და სალომეს უსმენთ. შემდეგი გიორგი 2-იანი. შემდეგი ელენე. შემდეგი 4-იანისაგან და 4-იანისაგან. დაგზავნეთ. მოდით ახლა ბავშვებო შეხედეთ ამ სახლის სვეტს. პირველ სვეტსა და მეორე სვეტს შორის განსხვავებას თუ ამჩნევთ და რა განსხვავებას ამჩნევთ? აბა ლიზი. აქ რა ხდება? თანმიმდევრულად მიდის. აქეთ უყურით მიდის, ხო? ანუ აქ მიდის თანმიმდევრობის გადმის თვით 1, 2, 3, 4. აქ როგორ მიდის? 4. მოდით ახლა ბავშვებო, შევძლეთ რომ დავვითვალოთ, რომ ჩვენ მარტო ასე კი არ ვიცნობთ ციფრებს, ზეპირათაც ვიცით, აქამდე წისვით დავვალოთ და აქამდე კაციდან უკუსვით დავვალოთ. დავით. 1, 2, შევახსენოთ, ეს თამაში ძალიან უყვარდა ყოველ ბაკოთეზე თამაშობდა. ეს უნდა შევახსენოთ მშობლებმა ხო არიციან ჩვენი წესი. აბა თამაშის ეს, აბა ნატალი შევახსენოთ მშობლებს. ვინც უყარდახებს წერბავს, თაგუნია იმასთან სტუმრად არის. დიახ, თაგუნია სტუმრად მიდის ყველას და ვინც კარგად მოიქცევა ჩუმად და ვინც უყარდახებს თავის მეგობარს. ეხლა თამაშის წესი რა არის? ვინც არ გააზრდებს მასწავლებლებს. ოჩა, კარგი. ეხლა მოვისმინეთ, მოდი მშობლებს ვუთხრათ, ეხლა თამაშის წესი რა არის? მშობლებო, ჩვენ ვისწავლეთ მომდევნო რიცხვი, წინ მდგომი რიცხვი, მეზობელი რიცხვები, შუაში მდგომი რიცხვები და ამიტომ ჩვენი თაგუნიაზე ახლა ამასე თამაშობთ ხოლმე ჩვენს ამ თამაშს. დავიწყოთ თამაში. თამაშის წესი
დაავიწყდეს? კარგი, 1-ის მომდევნო რიცხვი. ყოჩა, მე სოლის რაკა. 2-ის მომდევნო რიცხვი. 3. მაშინან დავარდებით. აბა 4-ის წინგომი. 3. ყოჩა, აბა იზება შემიხარე 2-ის მეზობელი რიცხვები. 1 არის და 3 გადადა. ნია აბა შემიხარე 1-სა და 3-ში რაც გას 2. ყოჩა, კაი გოლო ხარ. აბა სამე 5-ის მომდევნო რა ციფრია? ყოჩა. აბა შემიხარე 6-ის მომდევნო? 6-ის მომდევნო 7 ყურადღებით. აბა შემიხარე 7-ის წინგომი. 7 წინა? ნუ გეშინე. აბა ეს შემიხარე 5-ის მეზობელი რიცხვები. 6-ის მომდევნო. 6-ის მერე რას ვიტყვი? 6-ის მერე რას ვიტყვი? აბა ეხლა შენ სწავლობ. შენ მე მიხარი ეხლა 7-ისა და 9-ის შორის რა ციფრი გასაგებია? 7-სა და 9-ს შორის. 7-იანი და არა, 7-სა და 9-ს შორის რა ციფრი დგას? აბა რა ციფრი დგას? შენ ეს რატო იმას ქენი რა იყო? აბა შენ ისოდი დავკანახე რომ გინდა დავშტიმათ მოსულიყო შენ ნახოთ თავი მოდი მაშინ უღერხა შენ თასურა თავი ეხლა შენ მითხარი 4-ის მეზობელი რიცხვები 3-იანი და 5-იანი ოჩა უნდა და გიოს და მე ვიდა მოგეწონა თამაში არა უშო შენ სხვა რამეს გაკეთე სხვა რამეს გაკეთე 10 რა დავაში კარგი კიდევ ერთი თამაში რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ აბა ეს რა არის ამ თამაშის წესიც რა არის ვინც გამოიჭრით აბა ყურადღებით შეხედეთ ჯადოს ნოდაფაზე ჯერ რა გაჩნდება შემდეგ რა გახდება არა დაემატება მე არ ვიცი ჩუმად არ შეიძლება დავიმახსოვროთ ჩვენ რა ვთქვით არავინ არ იყურება სალომე და ვერ დაიმახსოვრე თორიკე ვერ დაიმახსოვრე ჯერ ელენე შენ იყურები და თამაშიდან გახვალ ოჩა აბუჯოთ გალები აბა გახუჭეთ თვალები. შვიდიანი გახდა, ყოჩა გიორგი, აბა გახუჭეთ თვალები. აბა გისმენთ. ზედმეტი გეომეტრიული ფიგურა და ჩვენ რა გქონდა დაწერილი? ოჩა, ანუ ჩვენ უკვე ციფრებსა და გეომეტრიულ ფიგურებსაც ვარჩევთ და ზედმეტი რომელია ისიც უკვე ვიცით. ძალიან კარგი. მოდით ეხლა ჩვენ ვისწავლეთ ისე მშობლებს რომ ვთხრათ. ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში. ცოტა ხანი ციფრების შედეგად ჭირები ჭირდება. ეს თამაში ძალიან იყო. აბა დადე მაგიდის ცენტრში. ერთხელ ვამბობ მარტონია ინსტრუქციას მეორეზე აღარ გიმეორებ, ამდენ თქვენს არ გაიმეორებ. მოსმენა უნდა შეგეძლოს. ერთი ჭვირი დავდოთ მაგიდის მარჯვენა ზედაკუთხეში. მარჯვენა და მარცხენა არ აგვერი? მარჯვენა ზედაკუთხეში. სამაშენი მარჯვენა ხემიგაჩვენი რომელია? მარჯვენა ზედაკუთხე ყურადღებით იყავით. სამი ჭვირი დავდოთ მაგიდის მარცხენა
მარცხენა ქვედაკუთხეში. 3 ჭხირი მაგიდის მარცხენა ქვედაკუთხეში. მარცხენა ქვედაკუთხეში. სალომე ყურადღებით აბა. ოჩა აბა. ეს ბიო ოჩა ბიო. ახლა ერთი ჭხირი დავდოთ. მაგთორია და შეიძლება. ერთი ჭხირი დავდოთ მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში. რამოდენიმე ბავშვები ხარ? თავი კარგად გავაკეთე რას თქვი და ახლა ვნახოთ რას ვიზავ. აბა მითხარი მაგიდის ცენტრში რამდენი ჭხირია? 2. 3 ჭხირი სად დევს? მაგიდის მარცხენა ქვედაკუთხეში. ერთი ჭხირი სად დევს? მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში. მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში. რაბაკი ბავშვები ხარ? მოდით ახლა მითხარით მაშინ. მაგიდის მარჯვენა ზედაკუთხეში და მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში. ჭხირების რაოდენობა? 2-ია. რა შეგვიძლია ვთქვათ? 1. მაშინ ახლა თქვენ მითხარით, ყურადღებით იყავით. მაგიდის ცენტრში რამდენი ჭხირია? 2. მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში? ამაზე რას მეტყვით? აბა გიო. 2. აქ უფრო ფერია ვიდრე მაგიდის ცენტრში. გიო, რამდენი კვეთია გიო? 2. აბა, რატომ შეგვიძლია? 1 კვეთია. კი ბატონო. ესე რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? 2-ია 3-ზე. 2 ნახევარია 3-ზე. კიდევ რა შეგვიძლია? 3-ია 2-ზე. კარგი და 1-იც ვითამაშოთ და მე რაღაც უნდა გადაკეთებინო და 1 ნახევარი. ეს საკუთრები რა თქმა. აბა ყურადღებით იყავით. მაგიდის მარცხენა ზედაკუთხეში რამდენი ჭხირიაო? 1. ცენტრში? 2. და ამაზე რაღაც მეტყვით. აბა მარინა. 1 ნაკლებია. ნაკლებია? 2 ნაკლებია 1. 2 ნაო? 2 ნაკლებია 1. რამდენი კვეთია მარი? 1 კვეთია. კარგი ბავშვები ხარ. მოდით ახლა ამიწყეთ კვადრატი. ყურადღებით იყავით კვადრატი და არ შეგეშალოთ სხვა ფიგურაში. კვადრატი მინდა. სწრაფად კვადრატი მინდა. სუ დაიდეს კვადრატი. ყოჩა. კვადრატი მინდა, კვადრატი ყოჩა. ბავშვი, ნუ მივერი ხართ. რატომ მივერი ხართ? მასალა რუსაფრი დასაუგებად. მე ხედავ ყველაზე ყველასთან ცალკე არ მიდიო, მაგრამ ყველასთან ხედავ. ეხლა ცალკე ამიწყეთ სამკუთხედი. ჩუმა დამიწყეთ ლუკა სამკუთხედი ამიწყეთ ცალკე. სამკუთხედი. სამკუთხედს თუ სამი გვერდი აქვს თქვენ ესეთ ფიგურებს ნახეთ. ყოჩა გიორგი. სამკუთხედი. ყველა მააწყობს. რა? სამკუთხედი და კვადრატისთვის რამდენი ჭხირი გამოიყენეთ? რამდენი გამოიყენეთ? 7. დაბძანდი 7. ახლა თქვენ ეს მითხარით. ხო 7 ჭხირი გაქვთ? ერთი ჭხირი რო გამოვაყოთ, რამდენი დაგრჩებათ? 6. ახლა ამ 6 ჭხირით ამიწყეთ კვადრატის და სამკუთხედის. აბა, ეხლა გავარჩევ. ყოჩა, კარგია, ყოჩა. 6 ჭხირი გაქვს, ეგენი დაშალე და 6 ჭხირი ამიწყეთ კვადრატი და სამკუთხედი. 6 ჭხირი კვადრატი და გინაცვალი ყოჩა. მარი ყოჩა, აიღო. აკა შაყვა. ნახე მარი სხვანაირად აწყო კვადრატში 2 ჭხირი ჩადა 3 სამკუთხედი გამოვიდა. კარგი გოგო ხარ ძალიან. ბავშვებო, ეხლა 5 ჭხირის გამოყენებით 2 სამკუთხედი ამიწყეთ. დავიქრით 5 ჭხირი ხო? მე არ აი, რომი აწყეთ და კიდე აი ესე. აბა, დადალი აბა აწყეთ. 5 ჭხირის გამოყენებით ყოჩა. მას კიდე აი ესე.
მარიკო იწერება. ბავშვებო, ჩვენ მეტოქა და ნაკლებობის სიმბოლოები არ ვიცოდით, როგორ იწერებოდა. თორე ჩვენ ვიცოდით, რომელი რიცხვი, რომელი რიცხვზე მეტი იყო, ნაკლები იყო, ნახატების მიხედვითაც ბევრს ვაკეთებდით, მაგრამ სიმბოლო, მეტობისა და ნაკლებობის ჩაწერა არ ვიცოდით. მე დღეს უნდა ავხსნა ეს სიმბოლოებიც, როგორ იწერება მეტობა და ნაკლებობა. აბა ყურადღებით შემოგვიყვეთ. ბავშვებო, მეტობა იწერება, ნახეთ, აი ესე ხო თქვენ ენაზე არის, მე არ შეგეშინდეთ არ დაიწყეთ. მეტობა იწერება აი ესე. ტოლობა ყველა ვიცით. ტოლობას მაგრაში ვიყენებთ ხოლმე. მაგალითად. და ნაკლებობა იწერება ეს. ახლა მე თქვენ ენაზე როგორ გასწავლოთ? მაყრატელობაზე თამაში გითამაშია ტრიჭი მაყრატელი. მაშინ ეხლა დასწავლით ამ თამაშს. ასე ორი ტიპი ტრიჭი მაყრატელი გავაკეთოთ ყველა. არ უნდა მივწეროთ მათემატიკის საფუძველზე. ეხლა ნახეთ, მარჯვენა ხელით, როცა ვაკეთებთ ტრიჭის მაყრატელის პირსუსტით, ეს არის მეტობა. მარჯვენა ხელი, აბა მარჯვენა ხელი მარჯვენა სულ და წინეს ესე დაიგესე იმასაც. ესე ხო გიცებიათ ხომ რაღაცებს უცებავთ. მე მინახავს ეხლა თქვენი ცეკვა და მარჯვენა ხელი ხო? ეხლა მოგისმინეთ. ეს არის მარჯვენა მეტობა და რატოა მეტობა? ჩვენ თუ გამონაკლისია 2-3 ბავშვი ინცაცია, მაყრატელს ხო მარჯვენა ხელით ხმარობ ხელოვნების გაგონებაში. ანუ ბევრ საქმეს უფრო მარჯვენა ხელით ვაკეთებ, ხო? მოგესია. მარცხენა ხელით ცოტა ხო ნაკატები რომ დამეთიკო მასწავლებლებს ვეთყვი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ხელოვნების გაკვეთილზე მარჯვენა ხელითაც გამოვაჭრებინებთ სიმაზე გეომეტრიულ ფიგურებს და მარცხენა ხელითაც. და ვნახოთ მარჯვენა ხელით უფრო კარგად და სწორად გამჭირდა უფრო მეტ ფიგურას გავაჭრით თუ მარცხენა ხელით. მოკლედ დავიმახსოვრეთ. რო არ გაგიოთ. მარჯვენა ხელი ტრიჭი მაყრატელი ეს არის მეტობა. მარცხენა ხელი აშენსკენ ესე მოატია ხელი. ასე რომ დაიჭირო. ასე მოატია ელემი ხელი. აი ასე ელემი, აი ხელი ესე. აი მარჯვენა ხომ აქ ესე ხელი. ასე რომ დავიჭირო შეხედეთ. ეს არის მეტობა მარჯვენა ხელის. მაგრამ ეს არის ნაკლებობა. გავარკვიეთ? ესე იგი ეს რა ნიშანია? მეტობა. ეს შეგეშინდეთ, რომ დაგაკუთვნით, შეიძლება შეცდომა მომდის, თუმცა ჩვენ დროს ავსებთ ეს პირველად და არ არის დასაქმი. წიგნებში ახლა გადავშალოთ ჩვენ 34 გაკუთვნით 3-იანი და 4-იანი რომ არის. 3-იანი და 4-იანი. აბა სამშობლო ყველას უნდა ხოდით მე მშობლებს ხოლმე